ნადირობის სეზონის გახსნიდან 2 თვეში ქვეყნის მასშტაბით 629 სამართალდარღვევა გამოვლინდა. მასალები, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. სამართალდარღვევების უმრავლესობა აკრძალული იარაღით ან მეთოდით ნადირობის ფაქტია. ამოღებული და დალუქულია ფრინველების მოსაზიდი 558 ხმოვანი მოწყობილობა, ეგრეთ წოდებული მანოკი. ამ პერიოდში წითელი ნუსხით დაცულ სახეობებზე დაცვსა და არჩვზე უკანონო ნადირობის ფაქტებიც გამოვლინდა. დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან კანონი. სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი დარეკონ ცხელხაზე ნომერზე 153. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით უზრუნველყოფს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უკანონო ნადირობის ფაქტების პრევენციას გამოვლენას აღკვეთას და 2025-26 წლის სეზონის გახსნიდან დღემდე 629 ფაქტია გამოვლენილი, რაც მოიცავს როგორც ადმინისტრაციულ, ასევე სისხლის სამართლის ნიშნების შემცველ საქმეებს. ბრაკონიერობაზე გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები და აქვე მინდა ვთქვა, რომ ამ პასუხისმგებლობის ზომებთან ერთად პირს დაეკისრება გარემოსთვის მიყენებული ზიანი, რომელიც გამოანგარიშდება თითეული სახეობის მიხედვით.